თებერვლიდან ოლიგარქიული რეჟიმის მაღალჩინოსნები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ ვეღარ იმოგზაურებენ. ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ ახლა ტექნიკური დეტალები ზუსტდება. დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელები პრივილეგიებით ვეღარ ისარგებლებენ. მათთვის ევროკავშირი ნაწილობრივ სანქციებს აამოქმედებს. რეჟიმის მსახურებს ევროკავშირში შესვლისთვის ვიზები დასჭირდებათ. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე. ისინი შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლას უვიზოდ უპრობლემოდ შეძლებენ. ყველაზე მნიშვნელოვანი არის სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს ევროპული გზის შეცვლაზე. ნახეთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე დაუწესა ამისთვის სანქციები ბიძინა ივანიშვილს. ეს იყო მკაფიო მესიჯი შეერთებული შტატებისგან და მე ვიზიარებ ამ მოსაზრებას, ისევე როგორც ბევრი ადამიანი ევროპარლამენტში. მე მესმის, რომ იმ ხალხს, ვინც საპროტესტო აქციებზე დგას, არ სურს, რომ ეს მიღწევა ევროკავშირთან, რასაც ქვია უვიზო რეჟიმი, დაიკარგოს, მაგრამ იმ ხალხმა, ვინც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ვისაც აქვს დიპლომატიური პასპორტი, რაღაცნაირად უნდა გადაიხადოს ამის საფასური. მათთვის ეს მესიჯი იქნება. ერთის მხრივ დგამდე ანტიევროპულ და ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს და თან სარგებლობდე უვიზო რეჟიმით, ასეთი ორმაგი სტანდარტებით მოქმედება ვეღარ გამოვა. Those double standards are not possible anymore. ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მთავარი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიანე მთავარახთან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროკავშირიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეს სანქციები ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტისა და აქტიურობის დამსახურებაა. ევროდეპუტატი განმარტავს, რატომ უჭერს მხარს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტრირებული ქართული კოშმარის არაღიარების აქტს. კრიზისიდან გამოსავალს კი სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში ხედავს. We are listening what Georgian people are saying. ჩვენ ვუსმენთ, რას ამბობს ქართველი ხალხი და ისინი უკვე მეორე თვია, რაც საპროტესტო აქციაზე დგანან, რაც ძალიან შთამბეჭდავია. შევხვდი ამ ადამიანებს, როდესაც საპროტესტო აქციები დაიწყო და მათი მოთხოვნები, რომ არჩევნები გაყალბდა და ახალი არჩევნები უნდა გაიმართოს, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია. აშკარაა, რომ მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მოაგვარებს ამ პრობლემას. ბოლო არჩევნების წინ ქართულმა ოცნებამ ევროკავშირში წევრობის საკითხით მანიპულირება მოახდინა. მაშინ ისინი არ ამბობდნენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს გადადებდნენ. ასე რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახალი არჩევნები კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა. ევროკავშირმა დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურა 16 დეკემბერს დაიწყო. ოლიგარქიულ რეჟიმს ამ ეტაპზე უნგრეთისა და სლოვაკეთის ლიდერები ორბანი და ფიცო მაშველ რგოლად ვეღარ ეყოლება, რადგან გადაწყვეტილებას ამ შემთხვევაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების კვალიფიციური უმრავლესობა, ანუ 15 ქვეყანა იღებს. პუტინის მოკავშირეების საკითხს ვეტოს ვერ დაადებენ. არის ეს უვიზო რეჟიმის შეჩერება დიპლომატიური პასპორტების მქონე ქართველთათვის, რომელსაც ფიცო და ორბანი ვერ შეწინააღმდეგებიან. ორბანზე და ფიცოზე ხო დაყრდნობა და აშენება მთლიანად მთელი პროპაგანდის, რომ ჩვენ ევროკავშირი ვერაფერს ვერ გვიზავს, ასე ვთქვათ, ვერ დაგსჯის. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არის საკმარისად არარეალური და კი შეიძლება თავისუფლად ჩავთვალოთ, რომ ქართველი ხალხის ანდაც მათი მომხრეების მარტო მოტყუების საშუალება. დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტებით მაღალი თანამდებობის პირების რამდენიმე კატეგორია სარგებლობს. მათ შორის არის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე მინისტრები და პარლამენტის წევრები, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გენერალური პროკურორი, ცესკოს თავმჯდომარე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ყველა ეს ჩამოთვლილი თანამდებობის პირი ახლა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ემსახურება. ამიტომაც სანქციას ევროკავშირი სწორედ რეჟიმის მსახურების მიმართ აწესებს და ქართულ ხალხს შესაძლებლობას უტოვებს ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილდეს. ქართული ოცნების პროპაგანდა არის შემდეგი, რომ ისინი თითქოს ჩვეულებრივი პასპორტებით ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე შეძლებენ მოგზაურობას. ეს არის ტყუილი, ვინაიდან ამ ქმედებით ევროკავშირს ქართული ოცნების წარმომადგენლები გადაყავს საეჭვო პერსონების სიაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ მოუწევთ დამატებითი შემოწმების გავლა და ამ სანქციების დაფუძნებით უკვე ნებისმიერ ქვეყანას, მათ შორის არა მხოლოდ ბლოკის წევრებს, არამედ მათ პარტნიორებს ექნებათ უფლება, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე უბრალოდ არ შეუშვან თავიანთ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ
შესაძლოა ამ პროცესის ეფექტი არ იყოს ისეთი მწველი, როგორც ფინანსური სანქციები არის. ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება და დასრულდება გაცილებით უფრო მძიმე და მწვავე ინსტრუმენტების გამოყენებით იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომელიც ამ ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და ევროპულ განვითარებას უშლიან ხელს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი ითვალისწინებს ჩვენს თხოვნას, რომ უვიზო რეჟიმი ეს არის ქართველი ხალხის მონოპოლარი და ეს პრივილეგია უნდა დარჩეს ქართველ ხალხს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სანქციების ქვეშ მოყვებიან არა რიგითი მოქალაქეები, არამედ სწორედაც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირები, ანუ ოცნების დე-ფაქტო მთავრობის წევრები და თვითაღიარებული ხელისუფლების მაღალჩინოსნები. ევროკავშირი ვფიქრობ, რომ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც იქნება საქართველოსთვის სასარგებლო. ეს ხდებოდა წლების განმავლობაში, როდესაც ევროკავშირი ეხმარებოდა საქართველოს განვითარებაში, დემოკრატიის დამკვიდრებაში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი არის უმნიშვნელოვანესი და ამ პროცესში დიდი წვლილი ექნებათ მათ. ბრიუსელში დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებისთვის სანქციების დაწესების საკითხზე მუშაობა უკვე სრულდება. დღეს მსჯელობა დახურულ ფორმატში გაიმართა. 24 იანვარს კი საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა უნდა მიიღონ. ამის შემდეგ დოკუმენტი ევროკავშირის სპეციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. მას სამართლებრივი ძალა ექნება და პრაქტიკაში შეზღუდვების აღსრულება დაიწყება.